წარსულის მოგონებები და სითბო ერთმანეთს ბათუმის იმ ქუჩებში ხვდება, სადაც თამარ კაკაბაძის ბავშვობამ და ახალგაზრდობამ გაიარა. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომლისთვისაც ზღვის ქალაქი მხოლოდ საცხოვრებელი კი არაა, სულის ნაწილი და იმ დიდი სიყვარულის დასაწყისია, რასაც ზღვებზე ზრუნვა ჰქვია. ბათუმმა თამუნას თავისი სიმშვიდე და სიღრმე უწილა და ლამაზი ფერების პალიტრით და პეიზაჟების ჯადოსნური სამყაროთი. ნამდვილად ვარ თამუნა კაკაბაძე, ვარ ბათუმელი, უკვე ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ თბილისში. ისე ვარ ხონიდან, ჩემი წარმოშობა, ჩემი შთამომავალი დაიბადა ხონში, მაგრამ არანაირი შეხება არ მაქვს. არ ვიცნობ სამწუხაროდ ვერ კაკაბაძეს და ამაზე ძალიან გული მწყდება. იმედია, როდესღაც გავიცნობ ჩემს ახლო ნათესავებს და ამით მართლა ძალიან ბედნიერი ვიცნობი. ვარ ბათუმელი, როგორც ვითხარით, ვარ პროფესიით პედაგოგი, დაწყებითების მასწავლებელი და ცოტა ხანი ვიმუშავე ძალიან სკოლაში და რაღაცა ოჯახური პირობების გამო მომიწია სკოლისა ბათუმის დატოვება და აი აქვე მინდა ვთქვა, რომ ისე განიცადეს პატარა ბავშვებმა, პირველ კლასელებმა ჩემი წამოსვლა, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის ძალიან სულად აღიქვამენ და გადაიტანენ ხოლმე ამ პრობლემას პატარები. სკოლა წირო და მეხუტებოდნენ, აი დღემდე მართლა ეს კადრები მაქვს სვალებში და აი აქვე თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და ის ბავშვები უკვე ძალიან დიდები არიან, ახალგაზრდები, რო შეიძლება ესე ვთქვა, 34-35 წლიანი არიან ეს ახალგაზრდები გოგობიჭები და მე მათ რა თქმა უნდა ვერ ვიცნობ, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდები არიან და ისინი აუცილებლად ვიცნობენ მე და თუ ქუჩაში დამინახეთ, მიცანი ძალიან გთხოვთ, მოდით, აი ძალიან გამიხარდება, აი ეს ერთი თხოვნა მექნება ნამდვილად აი ამ ჩემაშინდელ პატარა გოგობიჭებთან. მოკლედ ახლა დანარჩენს რაც შეეხება, ხატვა დავიწყე დაახლოებით 8 წლის წინ. არანაირი შეხება არ მქონია, მინდა გითხრათ, სკოლაშიც კი არ ვხატავდი და ყოველთვის მეუნებოდა ჩემი მასწავლებელი, ნუ არ წყვენ კაკაბაძე შენ გვარ და რაღაცა მომიტანე დახატვლიო და ჩემი დედა მიხატავდა ხოლმე და რაღაცა ისინი მქონდა მე რომ ნიშანი მიმოხო ხატვაში. აი რაღაცები ადამიანებს გვაქვს ცხოვრებაში ცოტა რთული პერიოდები და აი გააჩნიენ ვინ როგორ მოერევა ამ პრობლემას. ყველა ერთნაირი არ ვართ, ხო? მაგალითად მე ძირითადად მედიკამენტებზე ვარივთვი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვეუბნი ჩემ დაავადებას, ეს არის შაკიტი, ძალიან ცნობილი და უკვე მართლა წამვიზალება ძალიან რთულია ჩემთვის და კიდე რაღაც დამატებით რაღაც აი ამ შფოთვების და ის ჩასაცხრობად ესე ვთქვათ გადავწყვეტე და ყოფილიყო ხელოვნება. მაგრამ ამისთვის ისეთი ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, ეს არ იყო რომ ახლა მე წავალ და რაღაცა შევიძენ. ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე თუ რა დამამშვიდებდა, რა იქნებოდა ჩემთვის ეს საუკეთესო და ამ მდგომარეობას მე დამავიწყებდა ამ ჩემ შფოთვებს და ამ რაღაც აფორიაჩებებს. და აი მართლა სპონტანურად ეს დღეს ჩვენია დღეს რო იწვიან გადავწყვეტე რომ მეყიდა ეს ინვენტარი. მართლა არ მაქვს ოღონდ პასუხი რატო გადავწყვეტე რომ მეყიდა. რო შევიძინე, ნუ მივედი შეცადენად ამბი შეუნები რომ იცი რა მე არ ვარ ხატვარი და არ ვიცი რა ვიყიდე და გთხოვეთ მე დამეხმაროთ და იმდენი რამ შემაძენიდა რომელიც არც იყო ბევრი რამე იმ წუთას საჭირო, მაგრამ ნუ არა უშავს მაინც მადლობელი ვარ იმ ბიჭის რომ მოვედი სახში ისეთი ძლიერი ვიყავი, აი რაღაცა თითქოს რაღაც დიდი საქმე გავაკეთე ესე რა ვთქვათ და სამზარეულოში ახლა დიდი მაგიდა მაქვს იმაზე გავშალი ეს ჩემი ყველა შეძენილი ინვენტარის აღებავები და აი პირდაპირ კილოზე დავიწყე ხატვა. 26 წლის თბილისთან თანაცხოვრების პერიოდში ეს შინაგანი ძახილი, რომელმაც თამუნას ცხოვრებაში სრულიად ახალი ფერადი ფურცელი გადაშალა, მაშინ როდესაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩამოშორდა და იგემა ემიგრანტობის რთული გზა. მის სულში დაგროვილმა ემოციებმა გამოსავალი ტილოზე იპოვა. 8 წლის წინ თამუნამ სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა ხელში ფუნჯი აეღო.
მას არც სამხატვრო აკადემია დაუმთავრებია და არც ცნობილი ოსტატების სახელოსნოებში უღია. მისი მასწავლებელი საკუთარი ინტუიცია, ჯანმრთელობის პრობლემების დახმარება და ის ზღვისპირა გარემო იყო, რომელმაც ფერების აღქმა ბავშვობიდან ასწავლა. როგორც თვითნასწავლმა ხელოვანმა, მან შესძლო ის, რაც ხშირად პროფესიონალებსაც უჭირთ, დაემკვიდრებინა საკუთარი უნიკალური ხელწერა. მისი ნახატები არ ემორჩილება მკაცრ აკადემიურ წესებს. მე თამის მეგობარი, მიხარია დღეს მასე საუბარი მიწევს, ის არის ადამიანი, ისანაც დრო უშედეგოდ არ გადის. რჩება ყოველთვის სიცილი, ამბავი და რაღაც თბილი შეგრძნება, რომელიც მერე დიდხანს მიყვება. ჩვენ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, მე ბათუმში, თამი თბილისში, მაგრამ ეს მანძილი ვერაფერს ვერ ცვლის, ყველა შეხვედრა კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. ის არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უსმენი. არა იმიტომ, რომ ვინმე ყურადღება უნდა რომ მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ მისი ისტორიები ცოცხალია, ბუნებრივია, იუმორით სავსეა და გულწრფელია. თამი ბევრს მოგზაურობს და ბევრს ხედავს. ამიტომ ამ ამბებსაც ისე ყვება, თითქოს შენც იქ ხარ. თამრიკო თვითნასწავლი მხატვარია, მისი ნამუშევრები ზუსტად ისეთია, როგორიც თვითონ, გულწრფელი და ცოცხალი. ამ მხატვართან დაკავშირებით ერთი პატარა ისტორია გვაქვს. პანდემიის პერიოდია და ერთმანეთს დაურეკეთ, მოვიკითხეთ და კითხეთ ერთმანეთს თუ რას ვაკეთებდით და თამრიკო მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ მე იცი ხატვა დავიწყე და მეც უცებ მეთქი ესეც მორიგი ხუმრობა იყო მეგონა და მეც ვთხარი მეც ხატავ მეთქი და მოდი აბა შენ გამომიგზავნე ნახატი და არა მე ვთხარი აბა შენ გამომიგზავნე ჯერ და მე მეთქი და ნუ მე გადაწყდა რომ მე უნდა გამიგზავნე და ერთი რაღაცის ხატვა ვიცი რაც ბუჩქია და დავხატე ეს ბუჩქი დავხატე ფურცელზე და უზავნე თამრიკოს და შემიფასა, კარგია და მე ვთხარი ახლა შენ გამოვაგზავნე მეთქი, როცა მისი ნახატი გამოაგზავნა, აი მოკლედ კინაღამ გადავიდი. დავგიჟდი ისე ძალიან მომეწონა. პიროდი ოჯახის წევრებს ვეძახდი, რომ აი ნახეთ ამ როგორი ნახატი დახატა მეთქი და ძალიან დამიხარდა კიდევაც და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ თამრიკო არასდროს არ ხატავდა და მაგრამ ძალიან მერე რო დავფიქრდი არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ჯერ გვარი უწყობს ხელს და გენეტიკა რომ შეეძლო რომ დაეხატა. მერე მეორე რომ ეს ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, ეს ბათუმელობა უკვე ფიქრობ რომ სტატუსია და ნიჭია და გარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი წარმატებები რა ხდებოდა. ბევრ სიხარულს, ბევრ კიდე უკეთეს და უკეთეს ნამუშევრებს უსურვებდა. ბედნიერია, თან ჩემს სახლში ძალიან ბევრია თამრიკოს ნახატები, რომლითაც ვამაყობ კიდევაც. აი მიხარია, როცა ვამბობ, რომ ეს ჩემი მეგობრის ნახატია მეთქი. და რა ვიცი, მიყვარხარ თამრი, ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენ. ჩემი თამრი, ჩემი ბავშვობა, ასე შემიძლია ყოველთვის დავიწყო მასზე საუბარი. ჩვენ არც კი მახსოვს, როდის გავიცენთ ერთმანეთს, უკვე ნახევარი საუკუნეში მეტი ერთმანეთს ვიცვათ და ისევ ისეთი სილაღით ხვდებით ერთმანეთს, როგორც ბავშვობაში გვიყაროდა ერთმანეთს დანახვა. ჩემ თამრიზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ყველაზე კარგად მისი ნამუშევრები, ნახატები უყვებიან მასზე, მის ხასიათზე. მის ნამუშევრებში ვხედავთ მის სიფერადეს, სილაღეს, სითბოს და იმ დიდ იმედს, რომელსაც ის ბავშვობიდან არის დაჯილდოებული.
ეს პირველი გამოფენა მართლა იყო ჩემთვის განსხვავებული, ეს ჩემი ემოციები გადმოვეცი, მოვყევი ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, სადა როგორ იყო და მართლა კარგად ჩაიარა ყველაფერი, მაგრამ რაღაც ერთ-ერთი ტელევიზიაც იყო, უცებითი ინტერვიუ იყო, კიდე რაღაც ჟურნალისტი რომ ჩემზე რაღაცა გააკეთა, პატარა გადაცემა და იმენა დაწვირთული იყო იმ ცხოვრებისგან, მე რაც ცხოვრობდი, სხვანაირი დღე იყო. და მართლა მე მახსოვრება ცხოვრების ბოლომდე კარგად ვიყავი დღის ბოლოს დაწვირთული ემოციებით და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ვინც მაშინ პირველ გამოფენაზე მომდოდა რა თქმა უნდა ჩემს გამოფენაზე დადიან ხოლმე მაგრამ პირველი მაინც ყოველთვის განსხვავებულია და ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო ამას შემდეგ მოყვა მეორე გამოფენა რომელიც ჩავიტანე ჩემი ნამუშევრები ბათუმში როგორც გითხარით ვარ ბათუმელი ამიტომ ჩემი მშობლები ჩემი ახლობლები ყველანი იქ ცხოვრობენ და ამიტომ რთულია ხო ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდეს ახლა ასაკოვანი ადამიანები და გადავწყვიტე გიჩელსო ვიყავი მასთან და ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა რომელიც გაგრძელდა 5 დღე ერთ-ერთ გალერეაში იყო გამოფენა იქაც ტელევიზიამაც გააშუქა აჭარის ტელევიზიამაც რო იყო ესეთი პერსონალური გამოფენა და ყოველთვის ამბობდა ახლაც გამიორდები რომ მშობლისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის პატარა წარმატებაც და არ დამოუწდება ჩემი მშობლების სახე როცა დარბაზში შემოვიდნენ და აქედანაც მოვიკითხავ მათ დიდი სიყვარულით ასე რომ არაჩვეულებრივად ჩაიარა მეორე გამოფენამაც მესამე გამოფენა ჩემი შვილებმა გამიკეთეს სიურპრიზად დაბადებისკენ რაღაცა დარბაზი იპოვეს ეს ნახატების ჩუმად სახიდან რაღაცები გაიტანეს და ესე მივიყვანეს ფაქტის წინაშე დამაყენეს მესამე გამოფენაზე მეოთხე რაც შეეხება მეოთხე გამოფენას ჩატარდა ეხლა 27 მარტს იყო ძალიან განსხვავებული დიდი და გრანდიოზული იმ გამოფენებისგან რაც იყო წინა სამი და ძალიან კმაყოფილი ვარ. იცით რა, აი ამ გამოფენებში მონაწილეობით მე ალბათ მაგასაც შევეხები, რომ მაქვს გასვლითი გამოფენები ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი ხელოვანი და ამის შემდეგ როცა აი გამოფენებში მოდიან ეს ადამიანები რაღაცა ერთ აზრს ვუზიარებთ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გამოფენაზე მინდა ვთქვა რომ მემატება და მემატება ადამიანი დამთვალიერებლები ასე ვთქვათ ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ აი ამ პირველ გამოფენასთან დაკავშირებით მინდა ახლა აღნიშნო იქ მქონდა როგორც ყვავილები პეიზაჟები ადამიანები გოგოებიც მყავდა რამოდენიმე და რამდენიმე იყო ატრაქციაც და გამოფენაზე მოგბრძანდა მეჩვეულებრივი მხატვარი ბატონი გია მარკოზაშვილი და როცა დაათვალიერა ჩემი ნამუშევრები მითხრა რომ მე ვარ ერთ-ერთი მხატვართა მიზის განფუძნებელი და თუ გახსოვილი რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი რა თქმა უნდა დავთანხმდი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო ახალი გამოწვევა იყო და აი შეიძლება რაღაცას ფიქრობდი რომ აი სწორს ვაკეთებ მაგრამ აი რატომაც არა ყველაფერი ახალია მოვსინჯავ ნახავ როგორი იქნება როგორ გამომივა ეს ყველაფერი და გავხდი მოკეთ ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი რაც მაძლევს საშუალებას წელიწადში 4-ჯერ მივიღო მონაწილეობა გამოფენებში და ეს ზუსტად გუშინ მქონდა ერთ-ერთი საგაზაფხულო გამოფენა და ეს იყო ჩემი მე-17 თუ არ ვცდები მე-17 გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და ყველა ჯერზე გამოგვეცევა სერტიფიკატი დიპლომები წიგნებზეც მუშაობთ ჩემი რამოდენიმე ნამუშევარი რამოდენიმე წიგნშია შესული და მეორე თუ მესამე გამოფენა იყო როცა მივიღე მონაწილეობა მხატვართა ლიგაში და გამომეცა ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარში დიპლომიც კი გადამოეცა. ასე რომ აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი სხვა ცხოვრება, ასე ვთქვათ, უკვე აქ გავერთიანდი, უკვე წავიდა გამოფენები, ახალი ადამიანების გაცნობა. აი შეიძლება მართლა ისე გამევლოთ ყველი რომ მე ამ ადამიანებთან არანაირი კვეთა არ მქონოდა, ამ არაჩვეულებრივი მხატვრების და არაჩვეულებრივი ადამიანებს აქედან დაიწყო. ასე რომ საერთოდ სხვა ეტაპზე ვარ გადასული, ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა კრებულობით, მეორე პროფესია შევიძინე და მთლიანად ჩართული ვარ ამაში. როგორც ჩვეულებრივად ადამიანები სამსახურში მიდიან, მე ასე შევდივარ ჩემი ჯადოსნურ ოთახში და ვხატავ. ვქნი რაღაც ჩემთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ნამუშევრებს, რომელიც ძალიან მიყვარს ყველას. ალბათ თანა
სიყვარული რა ფერია თქვენთვის? ფერადი, როგორც ჩემი ნახატები. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ მომეცა საშუალება ჩემს უახლოეს მეგობართან დაკავშირებით ვისაუბრო რამდენიმე წუთით. ჩვენ უკვე 18 წელია მეგობრობთ. ჩვენი შვილები ერთად სწავლობდნენ პირველი კლასიდან და მაშინ დავახლოვდით და დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა ღრმა მეგობრობაში. შეხვედრებით, ერთად მოგზაურობით და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თამუნა არის ჩემთვის ნამდვილად საუკეთესო მეგობარი. რაც შეეხება თამუნას ახალ წამოწყებას, ხატვას, დაახლოებით 8 წლის წინ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თამუნამ მითხრა, რომ ხატვა დაიწყო და მაჩვენა თავისი რამდენიმე პირველი ნამუშევარი. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს იყო გაგრძელება მისი სულიერი მდგომარეობის გამომჟღავნების და თან ნახატებით რომ ვნახე, თამუნა ზუსტად გადმოსცემდა თავის სულიერ მდგომარეობას და გრძნობებს სტილოებზე. ეს იყო ნახატები სითბოს და სიყვარულის გამომხატველი და იყო ფერთა ზეიმი. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი ავადმყოფობის დროს, როგორ დამიდგა გვერდით თამუნა. ის ბოლომდე ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარგად ყოფნა გარკვეულწილად მისი დამსახურებაც არის. თამუნაზე შეიძლება ითქვას კიდევ, რომ არის ძალიან თბილი, გულისხმიერი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ხატვის გამო, ამ ახალი წამოწყების გამო ცოტა დრო აქვს, მაინც ახერხებს, რომ შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს და მე ძალიან მიხარია, რომ რაღაცა თავისუფალ დროს პოულობს ჩემთვისაც. მე მის ყველა გამოფენას ვესწრები საქართველოში და მიხარია, რომ ფართო ასპარეზზეც გავიდა და საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. თამუნა არის მაგალითი იმის, რომ არასდროს არის გვიან ახალი საქმის დაწყება. თამუნა არის არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი. თამუნას შემოქმედებას მე გავეცანი სადღაც 2 წლის წინ. მე გახლავართ სინდიკატი 33-ის დამფუძნებელი, ანუ ჩემი ახალგაზრდა ხელოვანთა გილდია არის და აქედან გამომდინარე, როდესაც გავეცანი მის შემოქმედებას, ძალიან მოვიხიბლე. მიუხედავად იმისა, რომ თამუნა 8 წლის წინ ესე დაიწყო მისი შემოქმედება. მინდა გითხრათ, რომ ეხლა თამუნა ვერ ჩაითვლება მაინდა-მაინც თვითნასწავლ მხატვართა რაოდენობის რიცხვში, იმიტომ რომ როდესაც თამუნას ნამუშევრებს უყურებთ, გვებადება ის შეგრძნება, რომ მას ეს ფარული ნიჭი ჰქონდა. უბრალოდ აღმოაჩინა ეს ცოტათი გვიან. მინდა გითხრათ, რომ მისი ნამუშევრები ერთი მეორესგან ძალიან განსხვავდება. ფერები არაჩვეულებრივი, თბილი, მოდის მისი შინაგანი, როგორც ასე ხდება ხოლმე. შინაგანი ემოცია და ის არის არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი, რომელიც გამოხატავს თითოეულ თავის ნამუშევარში აი ამ ყველაფერს, მის ემოციას, მის გრძნობებს, მის ფერებს, მის შინაგან კულტურას.
თამუნა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში არის ჩართული ჩვენთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებით სარგებლობს და მინდა მას გულწრფელად უსურვო წარმატებები, იმიტომ რომ არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მან მოიპოვა ძალიან დიდი სიმპათია და ამან გამოიწვია ის, რომ შემდეგ გამოფენებში აქვს შანსი, რომ მიიღოს მონაწილეობა. არჩეულია იგი, ეხლა გვაქვს ბერლინში გამოფენა, მერე საფრანგეთში და ეხლა უახლოეს ხანებში გვაქვს ხელმეორედ იტალიაში. ეს რამოდენიმე 5 მხატვარი ვართ მოწვეული და მათ შორის თამუნა. ეს იმის მანიშნებელია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მისი ნამუშევრები შეირჩა და რა ვიცი, ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი მხატვრები გავიყვანოთ ფარგლებს გარეთ და ერთ-ერთი ესეთი მოთხოვნადი მხატვარია თამუნა. მოგდანდით. აი ეს არის ჩემი ჯადოსნური ოთახი, რომელზეც გესაუბრებოდით. ამ ოთახში რო შემოვდივარ, ყველაფერი მავიწყდება, ყველა პრობლემა, ტკივილი, როცა დავდგები აი ამ აგიდასთან, ტილოს დავდებ, შემდეგ უკვე ვარ ჩემს ამღუარში რო იწყია. ასე რომ ძალიან მიყვარს ეს ოთახი, აქ იქნება ეს ჩემი ნახატები. რა ვიცი, ბედნიერად ვხსნობ თავს, მინდა გითხრათ. ეს არის ჩემი ნამუშევრები, რასაც აქ ხედავთ. ესენი იქნებოდა დაახლოებით აი 2-3 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ვხატავ. აი მაგალითად აი ეს ნამუშევარი დაახლოებით 9 წლის წინ დავხატე და 1 წლის განმავლობაში მუშაობდი. ეს არის ჩემი წიგნები, მე როგორც გითხარით, მე ვარ მხატვართა ლიგის წევრი და წელიწადში 4-ჯერ ვღებულობ მონაწილეობას გამოფენაში და ყველა გამოფენის შემდეგ აი გამოდის ესეთი წიგნი და შემით არის ჩვენი ნამუშევრები შესული, ვინც ვღებულობთ მონაწილეობას ამ გამოფენაში და აი ნახეთ უკვე ძალიან ბევრ გამოფენაში მაგ მონაწილეობა მიიღებული, აი ეს არის ყველა აი ეს მონაწილეობა. არის კიდე გამოსული წიგნი, ეპოქის ფერები, ამ წიგნშიც ვარ შესული. არის კიდე აი ესეთი სახვითი ხელოვნების პანორამა, ამ წიგნშია ჩემი ნამუშევრები შესული. ეს არის ესე იგი 24-ში უფრო სწორად მივიღე აზერბაიჯანში მონაწილეობა და ესეც წიგნის სახით გამოიცა. აქ არის ჩემი ნამუშევრები, ჩემი ბიოგრაფიით, ძალიან ბევრი ხელოვანი იყო ჩამოსული და აი ყველა მხატვრის ნამუშევრებია შესული შიგნით ჩვენი ბიოგრაფიით. ძალიან კარგი გამოფენა იყო, მინდა გითხრათ. კიდევ არის ერთი, აი აქაც ვარ პალიტრა, ამაშიც არის ჩემი ნამუშევრები შესული ჩემი ბიოგრაფიით. ასე რომ არ ჩერდები, მინდა გითხრათ, აქაც ძალიან აქტიურად ვარ ჩართული და რა ვიცი, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა სხვანაირად. აი ასეთი ცხოვრები არ ვცხოვრობდი. ცხოვრობდი შვილები, ოჯახი, მეუღლე და ეხლა მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩართული და აი ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო მაქსიმალურად და კარგად. ახლა როგორ გამომდის, არ ვიცი, ამას შემდეგში აფასებენ დრო რო გავა და მე ვცდილობ, რომ ყველა ჩემი ენერგია ჩავდო აი ამ ჩემს საყვარელ საქმეში. ეხლა გამოვიდა ესეთი ბროშურაც გავაკეთე, რამოდენიმე ნახატი შევიყვანი შიგნით. აი ეს გამოიცა და რამოდენიმე ნახატია შიგნით შესული. ვარ აგრეთვე პერსონა 2025-ის მონაწილე, რომელიც დეკემბერში ჩატარდა. აქაც დაჯილდოვებული ვარ.
აი ჩემი სიგელები, სადაც თუ რამე მიღია მონაწილეობა, ეხლა ახან დაუბრუნდი ათენიდან და გადმომეცა ესეთი სიგელი მობრძანებული იყო საბერძნეთის ელჩი ბატონი ლევან ბერიძე, კონსული, სადაც ჩატარდა ქართული დღეები საბერძნეთში. აი ეს სერტიფიკატები, ერთ-ერთი დიპლომი, რომელიც გადმომცა საუკეთესო ნამუშევარში, აი ეს დიპლომი გადმომეცა. მე ვარ სოფო მინაძე, სხვადასხვა პროექტების ორგანიზატორი, როგორც საქართველოში, ესევე საზღვრებ გარეთ. და უწევ პროექტებს ორგანიზებას, სადაც გაერთიანებულია ხელოვანი ადამიანები, დიზაინერები, მხატვრები და სწორედ ეს იყო ჩვენი გადაკვეთა, მე და თამარი გადავიკეთეთ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მის გამოფენაზე, სადაც მე გავეცანი მის არაჩვეულებრივ ნამუშევრებს და აი მის შემდეგ მოხდა მე და თამოს ერთმანეთთან დაკავშირება. თამო მის შემდეგ ბევრ პროექტებში იღებს ჩემთან მონაწილეობას, მიუღია მსოფლიო გამოფენაზე სალონიკში, რომელიც წინა წელს იყო დაგეგმილი. ეხლა ჩაერთო ჩვენს გამოფენებაში ჩვენი ქართული დღეები ათენში. ეხლა ხან ჩამოვედით, დავბრუნდით. თამოს ნამუშევრებში ჩანს ყველაფერი, დახვეწილია მისი ნამუშევრები, როგორც ვიცით, ის აბსტრაქცია მის ნამუშევრებში გამოხატული და ყველა ჩემ პროექტში, სადაც მიუღია თამოს მონაწილეობა, დიდი მოწონება დაუმსახურებია მის ნახატებს, მის ნაშრომებს და მინდა კიდე აღვნიშნო, რომ სალონიკში მსოფლიო გამოფენაზე მისი 6-ვე ნამუშევარი გაიყიდა და შეიძინა ერთ-ერთმა გალერისტმა. დიზაინერი ლია დავითაშვილი და მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი და საკმაოდ ძალიან კომფორტაბელური, ძალიან ლამაზ ფერებში აკეთებს ნახატებს თამარი კაკაბაძე, რომელსაც უკვე კარგი ხანია ვიცნობ, ერთად არაერთ პროექტში ვართ წარმოდგენილი და მიღებული გვაქვს მონაწილეობა. ძალიან ლამაზ და კარგ ფერებს ქმნის ჩვენი თამარი და მინდა წარმატებები უსურვო. თამუნას შემოქმედება თითქოს იმ გაკვეთილების გაგრძელებაა, რომლებსაც წლების წინ სკოლაში ატარებდა. ოღონდ ახლა სიტყვები ფერებმა შეცვალა. მისმა ტილოებმა მალე მოიპოვა ნახველის ყურადღება, დაფასება და შეფასება. თამუნა არის ჩემი მეგობარი, ვიცნობ წლებია, თუმცა მის ნახატებთან შეხება გვაქვს ბოლო 8 წელი, მას შემდეგ რაც მან დაიწყო ხატვა. მანამდე შემოქმედებითი ბუნება ურთიერთობაში თამუნას ყოველთვის შეინიშნებოდა, იმიტომ რომ არის ესთეტი, ძალიან დახვეწილი გემოვნებით, რაც მას შემდეგ რაც ხატვა დაიწყო, მის შემოქმედებაზეც უდავო დაისახება. ძალიან გაიზარდა, მე ვთვლი რომ ამ 8 წლის განმავლობაში შემოქმედებითაც ძალიან გაიზარდა, საოცარ ნამუშევრებს ქმნის და ყოველ მხრივ არის სამაგალითო ადამიანი, როგორც ადამიანი, როგორც შემოქმედი, მთელი თავისი შემოქმედებით, თავისი ბუნებით და როგორც უკვე აღნიშნე, აისახება ეს მის ნახატებზეც კი.
წარმატებებს ვუსურვებ თამუნას, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ხელოვანი კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება და ძალიან ბევრჯერ გვასიამოვნებს თავისი შემოქმედებით. მიხარია, რომ ჩემი მეგობარია, ბედნიერი ვარ ამით და ვამაყობ მისი წარმატებით და შემოქმედებით. ეს სახლი შევიძინეთ როგორც საზაფხულო სახლი და მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობდით ოჯახთან ერთად, მაგრამ პანდემიის შემდეგ მუდმივი საცხოვრებელი გახდა ჩვენი და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა მხატვარი ბატონი ზაზა სვანიძე და მან საჩუქრად გადმოგცა ჩვენი უცნობესის ნახატი, თავისი ნაშრომი, რომელსაც ჩემს სახლში დღესდღეობით ძვირფასი და კარგი ადგილი უჭირავს. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, 26 მთლიანად გაწერილი მაქვს. ეხლა დავუბრუნდი ათენიდან, როგორც გითხარით, ქართული დღეები იყო ათენში. მაისში მივემგზავრები რომში, ერთდღიან გამოფენაზე. შემდეგ ივლისში მივემგზავრები ლონდონში ჯგუფთან ერთად. სექტემბერში არის ბერლინი, შემდეგ პარიზი. ასე რომ, რა ვიცი, ჩართული ვარ, როგორც გითხარით, ყველა ნამუშევარი მზად მაქვს, ყველა გამოფენისთვის. ველოდები გამოფენის დღეს. ნიუ-იორკში ვღებულობ ივნისში ონლაინ მონაწილეობას, უკვე გაგზავნილი მაქვს, ესე ვთქვათ, ნამუშევრები. ნახოთ რა იქნებოდა, როგორ ჩატარდება. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. პანდემიის პერიოდში ურეკავ თამუნას და არ მიპასუხა და ცოტა ხანში დამირეკა და ხატავდიო და ვერ ავიღე ტელეფონია და ვიფიქრე, რომ ჰობის დონეზე ასე პანდემიის პერიოდში ვიღაცამ ხატვა დაიწყო, ვიღაცამ ქარგვა, ვიღაცამ საჭმლის კეთება და რას ვიფიქრებდი, როცა რაღაცა პერიოდის მერე დამპატიჟა გამოფენაზე და აი ვიხილე აბსოლუტურად პროფესიონალის შემოქმედება და ვიყავი ძალიან ბედნიერი და ძალიან ამაყი ჩემი თამუნათი. შემდეგ უკვე ამ პირველ გამოფენას მეორე მოყვა მესამე და დღეს უკვე თავის სახელი აშკარად დატოვებული აქვს თანამედროვე ხელოვნების სამყაროში. ბევრ გამოფენაში იღებს მონაწილეობას და რა ვიცი, ვინ იტყვის, რომ არის არაპროფესიონალი კი არა, თვითნასწავლი მხატვარი. ვერავინ იტყვის, რომ არის თვითნასწავლი მხატვარი. მისი ფერთა შეგრძნება, ფერწერა, რაღაცნაირი გამორჩეულია და თავის ხელწერა აქვს უკვე, რომელსაც გამოარჩევ ყველა სხვა შემოქმედისგან. მე ვულოცავ თამუნას და მის ოჯახს ასეთ დიდ წარმატებას და მიხარია, რომ მეც ამ წარმატების, ამ სიხარულის მოზიარე ვარ. მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოში საერთაშორისო მოდის კვირეული ჩატარდა, სადაც თამარ კაკაბაძის ნამუშევრებში ადამიანები ხედავდნენ ავთენტურობას, რომელიც თვითნასწავლ ავტორისთვისაა დამახასიათებელი, ემოციურ სიღრმეს, სადაც ბათუმური ლაჟვარდი და ოჯახური სითბო ერთმანეთშია და ინდივიდუალიზმს, რომლის ფერებიც ფერადი და გუწრფელია. მისი ტილოები გავს ბათუმის სანაპიროზე ნაპოვნ-ფერად კენჭებს. თითოეული მათგანი უნიკალურია. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და ყველა ერთი დიდი სიყვარულით სავსე გულის ნაწილია. მოხარული ვარ დღეს იღებ მონაწილეობას ჯორჯია ფეშენ ვიკის შოურუმში და ამის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორს და ხელმძღვანელს ბატონ ივა პაპიძეს
და მინდა ძალიან დიდი წარმატება უსურვო მას. მინდა დიდი წარმატება უსურვო ყველა მონაწილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა დღეს შოურუმში და რა თქმა უნდა ჩემ თავსაც. დიდი მადლობა.